საპროტესტო აქციებზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, სახაზეა კულუარებიდან მართული პოლიტიკური აქციები. რაც შეეხება ფაქტს, რომ აქციაზე ოპოზიციის ლიდერები არ ჩანან. მთავრობის მეთაურის შეფასებით ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია. შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. მათი მტკიცებით ეს არის ხალხის აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული არ არის. პირველ რიგში დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა, ეს არის წყალტუბო 500 ფესადგური. როგორც მოგეხსენებათ, ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გადამცემი ხაზების მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ამ კუთხით ამ პროექტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს ფესადგური წყალტუბო 500 ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საექსპორტო მიზნებისთვის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ძალიან სერიოზულად შეუწყობს ხელს იმ მიზნის განხორციელებას, რაც ჩვენ გვაქვს დასახული, ეს არის ის, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გვინდა გავხდეთ საბოლოოდ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით სულად თვითქმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. საჯარო სამსახურებში ქართული ენის სავალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით მინდა რომ განვიმარტოთ საზოგადოებას რეალურად გავგაცვარეთ ეს ჩანაწერი და გამიზანს ემსახურება ოპოზიციის მენატერები ესაჯიოტაში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხulis თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ იაზრებენ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული, ეგრეთ წოდებული ფეიკი, არის ჩვეულებრივი ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშეც კი. სახდების ანგარიშით საქართველოს განაგრძო უყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებთან და დარჩა შეერთებული შტატების პარტნიორად, ასევე დადებითად არის შეფასებული საფრთხების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს თქვენთვის ეს შეფასება და რას ადასტურებს? ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის, რა თქმა უნდა, ობიექტური ეს შეფასება, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სამსახურებს შორის, ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ გრიგოლ ილოშვილს მინდა მადლობა გადავუხადო პირადად მისი წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართებადია, რაც საკითხია საქართველოს და დაწყებამდე გააკეთა განცხადებები და მარია კალათმა თქვა, რომ სანქციებსაც განვიხილავთ, რაც საკითხიათ შევიმუშავოთ და თქვენ როგორ შეაფასებთ განცხადებებს? წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი, იმედია რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში დანარჩენ სტაბილურობით. საფრთხე მეგობრობის რეჟიმში დარჩენა სანქციების ფონზე და ზოგადად როგორ შეაფასებთ სანქციების დაწესებას რუსეთთან? რას ნიშნავს მე ვფიქრობ, ეს იყო ალტერნატივა გადაწყვეტილება, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართულ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც ლიტველი ხალხის მიმართ, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებული სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და ჩვენ გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოს ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო, ზოგადად მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარეთ დაგვეთებით. რამდენიმე პროფესიულ მარშებს, რომელზეც ფაქტობრივად ერთდაიგივე ადამიანები გამოდიან, თუმცა არ ჩანან ოპოზიციონერი ლიდერები, აი როგორ ვფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, მარტივად შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-14 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალული,
მეტყოლებს იმასე თუ რამდენად გაგოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი საბჭოებში იმისათვის რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ბრადი განვითარების ცენტრის დირექტორი ჯეფრი საკსი საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს, ამბობს რომ საქართველოს ხილად უნდა იყოს და წინ დახედული და თქვა რომ ამავე შეეუბნებოდი უკრაინელებსაც, მაგრამ არ დამიჯერეს და თქვა როგორ შეაფასებთ ამ გზავნილს. ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ რეალურად ზუსტად ამას ვაკეთებთ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც სამწუხაროდ განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო როგორც მოგეხსენებათ მაიდნით 2013 წელს ამას მოყვა მაიდნის დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა არის განადგურებული. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/4 არის ქვეყნიდან გასული, ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული, დაღუპულია 100,000-ობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის ბევრად უფრო გამოცდილი და შესაბამისად სწორედ საზოგადოების თანადგომი ჩვენ შევძელით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და ჩვენ პირველ რიგში შევძელით ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება. აქციის მონაწილეები რადიკალური მოქმედებით იბრძვა ყველა წინააღმდეგ, ვინც მათ არის არიზერებს, ნახეთ ნაცისტებს და შუქებისული ქალიშვილთან ინციდენტი, გარკვეულ დაპირისპირება, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის იდეოლოგია, რომელიც არა მარტო საქართველოში ვრცელდება, ძალიან წააგავს თავის შინაარსით ეს იდეოლოგია ბოლშევიზმის, რომელიც საქართველოში ზუსტად 1 საუკუნის წინ იყო გავრცელებული, ბრძოლის მეთოდებით ზუსტად იმეორებს იმას, რაც აკეთებდნენ ბოლშევიკები საქართველოში 1 საუკუნის წინ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ კონკრეტული ბრძოლა მოვიგოთ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ, არამედ მთლიანად დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში.